დოქტორ შავა, მე მინდა ვკითხოთ რეპორტიორების საზღვრებს გარეშე გაიცანით ალბათ, მათ გამოაქვთ 34 კაციანი სია პრესის თავისუფლების მტაცებელთა სია, ასე დაარქვეს, მათ შორის არის ქართული ოცნების დამფუძნებელი, ნახეთ ალბათ რას ეფუძნება ეს სია, რამდენად რეალურ ამბებს ეფუძნება რეალურად ეს მონაცემები. ეს ის ორგანიზაცია, რომელმაც ნიკა გვარამია შერაცხა ჟურნალისტური საქმიანობის გამო დაპატიმრებულ ადამიანს და რომელსაც შემდეგ ააფარა თავისი დოკუმენტი სტრასბურგის სასამართლომ და მათ შორის ეს ორგანიზაცია ამხილა მიკერძოებაში. ასე რომ რა თქმა უნდა მათი სიტყვები ნაკლებად დამაჯერებელია საერთოდ რამესთან დაკავშირებით, რაც შეეხება მედია გარემოს საქართველოში. არ მგონია მე რომ ბევრ ქვეყანას მათ შორის ევროპაში შეეძლოს იმის თქმა თუ როგორი პლურალისტური არის მედია გარემო ამა თუ იმ ქვეყანაში. საქართველოში შეგახსენებთ რომ მოქმედებს ოპოზიციის პარტიული მედია, რომელიც ოფიციალურად ეკუთვნის ოპოზიციას და მათი დაფინანსებული არის, ან პარტიებს ეკუთვნის და ხაზარაძეს პირდაპირ, რა ქვია, ჩანთებით მიაქვს ფული ამა თუ იმ ტელევიზიაში. ერთი, მეორე, საქართველოში მოქმედებს ბრიუსელის მიერ დაფინანსებული პროპაგანდისტული მედია, შეხედეთ ნეტგაზეთს, ქცეული არის ჩვეულებრივად, რა ქვია, ამ შეუმდგარი პროტესტის პროპაგანდისტად. საქართველოში რამე ხდება, არ ხდება, არაფერი არ აინტერესებს, ნახეთ მათი საინფორმაციო, ასე ვთქვათ, ხაზი რაც არის და მხოლოდ და მხოლოდ ყოველ დღე რაღაც მიტინგებთან დაკავშირებით აქვთ ინფორმაცია. ეს არის ზუსტად პროპაგანდა. რომ თითქოს ქვეყანაში არაფერი სხვა არ ხდება, ერთადერთი რაც ხდება, არის 20 ადამიანის მიერ რუსთაველის გადაკეტვა, არ გადაკეტვის საკითხი. ასევე პროპაგანდისტული მედია, ნეტგაზეთი, პუბლიკა და სხვა, რომელსაც პირდაპირ ბრიუსელი აფინანსებს და ამას საზოგადოება ეგუება და მესამე როდესაც ხმას არ იღებს ეს ორგანიზაცია იმაზე რომ ამერიკის სპეცსამსახურების მიერ შექმნილი და ამერიკის სპეცსამსახურების პროდუქტი რადიო თავისუფლება პირდაპირ გადაიბარა ბრიუსელმა და ევროპულმა დაფინანსებამ, ამას რო არ იმშევსო სპეცსამსახურების მიერ შექმნილი მედია არის დღეს ევროკავშირის მოქალაქეების მიერ დაფინანსებული, აქ რა ობიექტურობაზე შეიძლება გქონდეს საუბარი. შეგახსენებთ რომ ზუსტად აი ამ სპეცსამსახურების პროდუქტის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გახლავთ ბატონი იოზვიაკი, რომელიც რატომღაც სასწაულებრივად იგებს ხოლმე ყველაზე ექსკლუზიურ ინფორმაციას ევროკომისიის სხვადასხვა დერეფნებიდან. რატომ? იმიტომ რომ ეს არის ჩვეულებრივად დაფინანსებული სპეცსამსახურების პროდუქტი, პროპაგანდისტული მედია, რომელსაც იყენებს ბრიუსელი პროპაგანდისტვის და რასაც უნდა რომ გაჟონოს ინფორმაცია, მიაწოდოს სხვადასხვა არხები, ჩვენს თვალწინ ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუტები აფინანსებენ ამერიკული სპეცსამსახურების მიერ შექმნილ რადიო თავისუფლებას და ეს არის ოფიციალური ინფორმაცია, არაფერი კონსპირაცია ამაში არ არის, ეს ჩვეულებრივი ამერიკის სადაზვერვო სამსახურის მიერ შექმნილი პროპაგანდისტული ინსტრუმენტი, რომელზეც გადააბარა Deep State-მა ევროკავშირის ბიუჯეტს, მას შემდეგ რაც ტრამპმა უარი თქვა ამგვარი ინსტრუმენტის დაფინანსებაზე, ეხლა როგორც ბევრი სხვა რაღაცა Deep State-ისგან გადაბარდა ევროკავშირს და ევროკავშირის მხრებზე არის პროპაგანდისტების დაფინანსება და ასე შემდეგ.